მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსული ლიბერალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთკაციანი პიკეტი მოაწყვეს. ისინი საქართველოსთან ოკუპანტი ჯარის გაყვანას და საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის ჩაურევლობას მოითხოვდნენ. საქართველოში რუსეთის უკანონო ქმედებების გამო ქართველებს რიგითი მოსკოველები ბოდიშს უხდიან. ისინი ბურჯანაძის მომხრეების აქციებში რუსულ კვალს ხედავენ და აცხადებენ, რომ რუსეთი საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობს. ჩვენთვის მისაღებია იმ ადამიანების ნებისმიერი პოზიცია, რომლებსაც სამშობლოს მიმართ პატრიოტული გრძნობები ამოძრავებთ. ამ მხანაგებს კი მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლას ურთ ნებისმიერი გზით, თუნდაც სხვა ქვეყნის ხიშტებით. მათი ქმედებები ქართველი ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, რაც ბურჯანაძის და მისი შვილის საუბრითაც დასტურდება. ისინი მოღალატეები არიან და ჩემი აზრით ღალატის ბრალდებით უნდა გაასამართლონ. ჩვენ მხარს უჭერთ და ვემხრობით პატარა დამოუკიდებელ ქვეყანას საქართველოს, რადგანაც ეს ქვეყანა ჩვენთვის მაგალითია. ჩვენ ვამაყობთ საქართველოს და გვინდა ისეთივე ქვეყანაში ვიცხოვროთ, როგორიც საქართველოა. მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ უსიამოვნებებისთვის, რომელიც რუსეთმა მოგაყენათ. ეს არის ჩემი როგორც რუსეთის რიგითი მოქალაქის პოზიცია. კავკასიელებმა საკუთარი პრობლემები თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რუსეთს აქ არაფერი ესაქმება, რადგანაც რუსეთის მოქალაქეებს ერთმანეთისგან ქართველის, აფხაზისა და ოსის გარჩევაც კი არ შეუძლიათ. სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ შეიძლება. ბურჯანაძე ეროვნული მოღალატეა, რომელმაც საქართველოზე წუწუნით ყველა რუსული კაბინეტი მოერა. ეს განცხადება რუსმა დისიდენტმა ვალერია ნავადვორსკაიამ უკრაინულ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ბურჯანაძე ეროვნული მოღალატეა, მას არ ეხამუშა ჩასულიყო ქვეყანაში, რომელიც ოკუპანტია. ეს იმის ტოლფასია მეორე მსოფლიო ომის დროს, რომელიმე ინგლისელი ჰიტლერთან ჩასულიყო და ჩერჩილზე ეწუწუნა. როგორც შეხედავდნენ მას ინგლისში, ბურჯანაძე კი არც კი დაუპატიმრებიათ, აცხადებს ვალერია ნავადვორსკაია და აღნიშნავს, რომ მოღალატე საერთოდ არ შეიძლება იყოს გამოჩენილი პოლიტიკოსი. პოლიტიკოსად ყოფნა, რომელსაც ვინმე მაინც მისცემს ხმას, ნინო ბურჯანაძე მაშინ დაასრულა, როდესაც რუსეთს დაუკავშირდა. ამის გარეშე იგი შესაძლოა გამხდარიყო კიდეც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, მაგრამ მან მოღალატეობა აირჩია საქართველოს, მას არასდროს აპატიებს, აცხადებს ნავადვორსკაია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინო ბურჯანაძის თანაშემწის ივანე ჩიღვინაძის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. ჩვენებაში ჩიღვინაძე აცხადებს, რომ აქციაზე თეთრი ტოიოტა ჯიპით იმყოფებოდა. აქციის დაშლის შემდეგ, როდესაც სახალხო კრების ლიდერები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გარბოდნენ, თავადაც ესკორტს გაეკიდა. ბურჯანაძის ესკორტი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა თავისუფლების მოედნის მიმართულებით, რა დროსაც ორი მანქანა, რომელთაგანაც ერთ-ერთს ბურჯანაძის თანაშემწე ჩიღვინაძე მართავდა, ხოლო მეორეს ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი ზაქარია ზურაშვილი რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი და 54 წლის ყოფილი პოლიციელი ნოდარ ცხადაძე. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის 6 პოლიციელმა. მიუხედავად იმისა, რომ ნინო ბურჯანაძე მთელი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ ესკორტი მას არ ეკუთვნოდა, აღიარებით ჩვენებაში ბურჯანაძის თანაშემწე ჩიღვინაძე აცხადებს, რომ სწორედ მან გაკრა მანქანის სარგე პოლიციელს, რის შედეგადაც მასურაშვილმა წინასწორობა დაკარგა, უკან მომავალი ესკორტის ჯიპმა კი მას გადაუარა, რის შედეგადაც ლეიტენანტი ადგილზე გარდაიცვალა. აქციიდან ვიყავი თეთრი ტოიოტას ჯიპით, დავინახე ესკორტი და ჩაუდექი სადღაც შუაში ექსკურსი. მომიტინგეთა და სპეცრაზის რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ამ დროს გავკარი ჩემი აზრით იმ წუთას ვერ ვიგზავნა, მაგრამ როგორც ჩანს, მე გავკარი ალბათ სარკე და დავაკარგინე წონასწორობა ამ პიროვნებას, რომელსაც შემდგომ უკანა მანქანამ გადაუარა.